საქართველოს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციის გამოშვება განახორციელა, რასაც ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი მოჰყვა. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით საქართველომ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეუძლია წარმატებით მოისდოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე ღია ბაზარზე შეუძლია წარმატებით მოახდინოს ობლიგაციების გამოშვება. რაც ნიშნავს ეს ეკონომიკისთვის და რამდენად მდგრადია ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორ აღიქმება საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობისა თუ არასტაბილურობის ფონზე. ამ საკითხებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრთა ლაშა ხუთიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. ამასთან ის არის სასურსათო ფასების სამთავრობო კომისიის წევრი და მასთან ერთად ასევე შევეხებით ამ მნიშვნელოვან თემასაც. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ ევროობლიგაციებით. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ ლონდონის საფონდო ბირჟამ საკმაოდ ისეთი კარგი განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მიულოცა წარმატებით განთავსება ამ ევროობლიგაციების. თავდაპირველად მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, რაზე ვსაუბრობთ, რა ობლიგაციებზეა საუბარი, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რისი გადაფარა მოგვიხდა ამ ობლიგაციებით და მე უკვე ვისაუბროთ, რაში გამოიხატება ინვესტორთა მაღალი ნდობა, სად დავინახეთ და როგორ აისახება ბუნებრივია ეს ქვეყნის ეკონომიკაზე. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ბუნებრივია ეს გამოშვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამას შეფასება მოჰყვა როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებიდან, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟიდან. ეს იყო 500 მილიონი დოლარის ოდენობით ევროობლიგაციების გამოშვება საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული გამოშვებით გათვალისწინებული იყო რომ და არის რომ უნდა მოხდეს რეფინანსირება 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებისა და ამ მიმართულებით ქვეყანა მაჩვენა რომ ძალიან წარმატებულად შეუძლია უკვე ღია ბაზარზე მოახდინოს საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელება. რამოდენიმე ფაქტორისთვის გამო არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მონაწილეობა. ბუნებრივია პირველ რიგში ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი, რომლის მოზიდვაც ხდება და ამ შემთხვევაში 500 მილიონი დოლარის ოდენობით, თუმცა გარდა ამისა კიდევ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვება განსაზღვრავს ორ ძირითად მიმართულებას და აჩვენებს ორ ძირითად კრიტერიუმს. ეს არის ქვეყნის რისკიანობის შეფასება და ეს არის ქვეყნისადმი ინვესტორების ნდობის შეფასება. ორივე ამ მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული გამოშვება, იქიდან გამომდინარე რომ რისკიანობის მაჩვენებელი პირველ რიგში ესე ვთქვათ აისახება პროცენტის საპროცენტო განაკვეთში და ამ გამოშვებით საქართველოს მაჩვენა ახალი ნიშნული ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებში დაფიქსირდა ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ანუ ყველაზე დაბალი რისკიანობა, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანი იყო რომ გამოჩნდა რომ მაღალი ნდობა არსებობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებისადმი, იქიდან გამომდინარე რომ ბაზარზე შეთავაზებული 500 მილიონიანი ობლიგაციების სანაცვლოდ მოთხოვნა დაფიქსირდა დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარი, ანუ 5.5-ჯერ მეტი ვიდრე ბაზარზე. 5.5-ჯერ მეტი რომ გამოგეშვათ, იქნებოდა ინტერესი? ეს ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები მზად იყვნენ საქართველოში ინვესტირება განხორციელებინათ 2.8 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი არის საერთაშორისო ბაზარზე. იმის გათვალისწინებით რომ გლობალურ ბაზრებზე საკმაოდ რთული ვითარება, ბირჟებზე ყოველდღიურად ამას ყველანი ჩვენ ერთად ვუყურებთ და საკმაოდ გაურკვევლობა, ძალიან ბევრი მიმართულებით, ეს იქნება სატარიფო ომები, სატარიფო პოლიტიკა, შეუთანხმოება ამერიკის შეერთებული, ანუ ბაზრის სოფლიო გლობალური ეკონომიკის ბაზრის ხილ მოთამაშეებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროკავშირს შორის, იქ ჩინეთის ფაქტორი და ასე შემდგომ. აი ამ ვითარებაში, როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას, რომ განათავსოთ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაცია, თავდაპირველი მონოლდინი როგორი გქონდათ და ის ფაქტორი, რომელიც ახლა ახსენეთ რისკებთან დაკავშირებით. რაში გამოიხატა, რომ რისკი რეალურად საქართველოს ეკონომიკა არ არის მაღალი რისკის მატარებელი და ამ ეკონომიკას ინვესტორების შედარებით, ასე ვთქვათ, იმედიანად უყურებენ, ანუ გარკვეულწილად დაახლოებით ანალოგიური მოსაზრება ჰქონდათ სპეციალისტებსაც, რომ რეალურად ეს რისკიანობის ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან არის დადებითად შეფასებული. ჩვენთვის, მაყურებლისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა გვიყურებენ, როგორ შეიძლება ეს ადამიანურ ენაზე იყოს აღქმული და გასაგები, ანუ რას ნიშნავს ეს საქართველოს ეკონომიკისთვის?
საქართველოს ეკონომიკისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არის მზად მოიზიდოს დიდი ოდენობით ინვესტიცია, როგორც ვთქვათ, სუვერენულ დონეზე, ასევე ეს მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვისაც, ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნიშნული, რომელიც სახელმწიფომ დააფიქსირა ევროობლიგაციების გამოშვებით, ასევე მნიშვნელოვანია ძალიან კერძო კომპანიებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის, ესე ვთქვათ, საზომი ერთეული საერთაშორისო ინვესტორებისთვის, თუ სად უნდა განსაზღვრონ უკვე კერძო კომპანიების რისკიანობა, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული და უშვებენ საერთაშორისო ბაზრებზე სხვადასხვა ობლიგაციებს. ამ მიმართულებით რამოდენიმე მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ფაქტორი დაფიქსირდა. კერძოდ ის, რომ საქართველოს შეძლო დაახლოებით 152 საბაზისო პუნქტით გამოშვება ევროობლიგაციების, რომლითაც განისაზღვრა, ესე ვთქვათ, ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი. ეს არის დაახლოებით 50 საბაზისო პუნქტით ნაკლები, ვიდრე ეს იყო წინა გამოშვების დროს, ანუ დაახლოებით 26%-ით არის შემცირებული ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი, ეს გაზომვადი პარამეტრია, ხოლო მეორე მხრივ ის, რომ 5.5-ჯერ მეტი იყო მოთხოვნა ქართულფასიან ქაღალდებზე, ვიდრე შეთავაზებული იყო ბაზარზე, ეს მეორე მხრივ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნდობა არის ძალიან მაღალი და ეს ტრანზაქცია არის მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტრანზაქციაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიამ, უშუალოდ ჩვენი ობლიგაციების შესყიდვასთან დაკავშირებით, როდესაც ესეთი დიდი კომპანიები და თითოეულ კომპანიას მართვაში აქვს რამოდენიმე ასეული მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ განათავსონ სხვადასხვა ბაზრებზე, ეს არის ძალიან დიდი კომპანიები და როდესაც 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა ესეთი ნდობა გამოუცხადა ქვეყნის ეკონომიკას, ბუნებრივია, ეს მიანიშნებს იმას, რომ მომავალშიც ქართული კომპანიები, როდესაც მოიზიდავენ აღნიშნულ ბაზარზე დამატებით რესურსებს, მათთვის ეს იქნება უფრო მარტივი ერთის მხრივ და მეორე მხრივ იქნება უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთში. კი ბატონო, განაკვეთის თემას აუცილებლად მივუბრუნდები, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, მე ხა შესავალ ნაწილში აღვნიშნე და განცხადებებშიც რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ ეს გარკვეულწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის შემდგომ ღია ბაზარზე მოვახდინეთ ობლიგაციების განთავსება. როგორ უნდა იყოს აღქმული და იქვე ახსენეთ ესეთი ფრაზა, რომ საქართველოს აქვს განსაზღვრული სტრატეგია ამ მიმართულებით და უნდა ველოდოთ ახალ ნაბიჯებს. რა იგულისხმება ახალ სტრატეგიაში და რას უნდა ველოდოთ? ანუ კიდევ შეიძლება რომ დაუშვათ ამ ტიპის ტრანზაქცია განვახორციელოთ მომდევნო პერიოდებში და თუ ვაპირებთ, რაზე იქნება ეს დამოკიდებული, ან როგორ აღვიქვათ მთლიანობაში იმ ღია ბაზარზე ურთიერთობას კერძო ინვესტორებთან, გასაგებია რომ დაუშვათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ამ კუთხით ძალიან კარგი თანამშრომლობა გაქვთ. ის რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ქვეყანა ძალიან ნაყოფიერად და ძალიან პროდუქტიულად თანამშრომლობს, ეს ვთქვათ, ყველასთვის ცხადია. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ნაწილი, ძირითადი ნაწილი ჩვენი საგარეო დაფინანსებისა სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოდის, თუმცა ღია ბაზარზე გასვლას აბსოლუტურად განსხვავებული, ეს ვთქვათ, შინაარსი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ეგრეთ ვთქვათ, ბარომეტრი, საზომი ერთეული იმისა, როდესაც უკვე რეალური ინვესტორები რეალურ დროში აფასებენ ქვეყნის რისკიანობას და ქვეყნის სანდოობას. ერთია, როდესაც მოლაპარაკება აქვს ქვეყანას კონკრეტულად ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან და შეთანხმება გარკვეულ პროექტთან მიმართებაში დაფინანსებაზე, ხოლო მეორეა, როდესაც ღია ბაზარზე გადის ქვეყანა და ასობით ინვესტორთან ხდება, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და შემდგომ მათი მხრიდან უკვე გადაწყვეტილების მიღება, რომ ინვესტიცია განახორციელონ კონკრეტულ ქვეყანაში. ამ მიმართულებით ქვეყანა არის ორივე მიმართულებით ძალიან წარმატებული და ეს წარმატების მაგალითი ბუნებრივია გაზიარებული იქნება საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც და ასე ვთქვათ, ამის სარგებელს მიიღებს ყველა კერძო კომპანია, ეს იქნება საბანკო დაწესებულება თუ არასაბანკო დაწესებულება, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს სხვადასხვა ბაზრებზე. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებით ამას არ უყურებთ როგორც ერთჯერად ტრანზაქციას, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. პირველ რიგში ეს ეხება ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და
მიმდინარე წელს ჩვენ გვეგმავთ, რომ გვექნება დიდი აუქციონი, სადაც მოვიწევთ საფინანსო ორგანიზაციებს, საინვესტიციო კომპანიებს. უკაცრავად უნდა ჩაგითხრათ, ადგილობრივი ბაზარი რას ნიშნავს? ანუ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, ანუ საქართველოს საფონდო ბირჟაზე აპირებთ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებას ამ ნაწილში, თუ ადგილობრივ ბაზარზე აქტიურობა რაში გამოიხატება და რა იგულისხმება მაშინ? ადგილობრივ ბაზარზე ამ შემთხვევაში იგულისხმება ქვეყნის ფინანსის სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები, რომელსაც ასე ვთქვათ, ყოველკვირეულად ხდება გამოშვება შედარებით მცირე მასშტაბებით, თუმცა ჩვენ გვექნება დიდი გამოშვება, სადაც მოვიწვევთ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს, რომლის მხრიდანაც დაინტერესება არის ძალიან მაღალი და ამ გამოშვებაზეც გამოჩნდა ჩვენ ეგრეთ წოდებული road show-ების ფარგლებში ძალიან ბევრმა კომპანიამ ასე ვთქვათ სურვილი გამოთქვა, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული უკვე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების, ანუ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების დროს მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვხედავთ აქტივობას არარეზიდენტების, ანუ უცხოური კომპანიების მონაწილეობას ჩვენს ფასიან ქაღალდებში. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი ადგილობრივი ლარში დენომინირებული. ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია და საკმაოდ თამამიც. რამდენად გაქვთ რეალური მოლოდინი, რომ როდესაც საუბრობთ დიდი საინვესტიციო და უშუალოდ მსხვილ საინვესტიციო საერთაშორისო კომპანიების მოწვევაზე, რომ რეალურად იქნება ინტერესი? ეს ინტერესი გაცხადებულია მათი მხრიდან, დაფიქსირებულია ამ გამოშვების დროსაც რამოდენიმე ასე ვთქვათ კომპანიის მხრიდან აშკარად ეს ვთქვათ ცხადად იყო გაცხადებული, რომ მათ აქვთ ინტერესი და სურვილი შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. ჩვენ დაახლოებით 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას შევხვდით აი ამ გამოშვების ფარგლებში და არაერთმა კომპანიამ დააფიქსირა სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ქართულ ფასიან ქაღალდებში, ანუ ლარში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებში. ჩვენ ამას გავაკეთებთ მიმდინარე წელს. გვექნება ესე ვთქვათ წინარე სამუშაოები, მოსამზადებელი სამუშაოები და უკვე მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დიდი გამოშვება. ეს უკვე დადგინდება უკვე ეგრეთ წოდებული road show-ს დროს, როდესაც გვექნება შესაბამისი შეხვედრები, პრეზენტაციები ჩვენის მხრიდან, დაინტერესების გაზომვა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება, თუმცა ეს იქნება გაცილებით მაღალი ნიშნული, ვიდრე ხდება მიმდინარე პერიოდში გამოშვება. აქვე გითხავთ, მაშინ არის თუ არა ეს რისკის რაიმე ტიპის რისკის შემცველი, განსაკუთრებით სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ გლობალურ ეკონომიკაში მაინც და მაინც მარტივი მდგომარეობა არ არის დღეს? საერთაშორისო ბაზრები ნამდვილად არ არის იმ ასე ვთქვათ სახარბიელო მდგომარეობაში. დღეს იქიდან გამომდინარე, რომ მერყეობა არის ძალიან მაღალი. ძირითადი ფაქტორი ეს არის ბუნებრივია გეოპოლიტიკური ფაქტორები, მათ შორის გარკვეულწილად სავაჭრო ომებით და გარკვეულწილად ეს ახალისებს საერთაშორისო ინვესტორებსაც, რომ მათ ინვესტიცია განახორციელონ არა მხოლოდ ამერიკულ $10 ან ევროში, არამედ დივერსიფიკაცია განახორციელონ თავიანთი ინვესტიციების სხვადასხვა ვალუტებში. ასეთი მყარი ნდობა აქვთ ლართან მიმართებაში ინვესტორებს? ლართან მიმართებაში ბუნებრივია მყარი ნდობა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკამ და ლარმა დაამტკიცა, ასე ვთქვათ, თავის სანდოობა ბოლო 5 წლის განმავლობაში, საკმაოდ ასე ვთქვათ, მყარია ვალუტა. ასევე ამ ვალუტას მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ით იზრდება და ეს არის ერთ-ერთი საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში ბოლო 5 წლის შედეგების მიხედვით. გარდა ამისა, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, როგორც ფისკალური პოლიტიკის კუთხით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის კუთხით, სადაც ასე ვთქვათ, საბიუჯეტო დეფიციტი ქვეყანამ შეძლო შეამცირა 2%-ზე დაბლა, ხოლო ასე ვთქვათ, მონეტარული პოლიტიკა არის საკმაოდ მკაცრი. ყველა ეს ფაქტორები ბუნებრივია აჩენს ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ადგილობრივ ვალუტაში და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ მიმდინარე წელს ვნახოთ ეს აქტივობაც. კი ბატონო, რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე, კიდევ ერთ გამოშვებას უნდა ველოდოთ თუ არა წელსვე? საერთაშორისო ბაზარზე ჩვენ მუშაობთ, მათ შორის სხვადასხვა ბაზრებზე, საკმაოდ საინტერესო არის ასევე აზიის ბაზრები, სადაც უფრო ნაკლები არის შედარებით, ასე ვთქვათ, მერყეობები, სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაშიც ასევე ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით და მომდევნო პერიოდში ჩვენ აუცილებლად გვექნება უკვე აზიის მიმართულებით საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებები. კი ბატონო, თვითონ საპროცენტო განაკვეთი, ეგრეთ წოდებული კუპონის განაკვეთი. რეალურად
ეს განაკვეთი იმაზე მაღალია, ვიდრე დაუშვათ წინა შემთხვევებში იყო. თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ტიპის ეკონომიკების და ჩვენზე უფრო განვითარებადი ეკონომიკების შემთხვევაშიც კი უფრო კარგი დაუშვათ მაჩვენებელი დაჯდა. რაზეა დამოკიდებული ზოგადად ეს საპროცენტო განაკვეთი და რამდენად შეგვიძლია ან შეგვეძლო მიგვეღო უფრო უკეთესი საპროცენტო განაკვეთი და ბუნებრივია ყველა ამ ნაწილზე როდესაც არის საუბარი, ეს არის საგარეო ვალდებულებები, ხო? ევროობლიგაცია არ არის უბრალოდ რაღაც კონკრეტული მხოლოდ სიკეთე იმ გაგებით, რომ რაღაც კონკრეტულ პროექტებს ამ მოზიდული თანხით და დავაფინანსებთ, ეს არის საგარეო ვალდებულება. ამ ნაწილში როგორი მდგომარეობა გვაქვს? ნუ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც საუბრობთ რისკიანობაზე, იგულისხმება უშუალოდ ქვეყნის რისკიანობა, როდესაც არის საუბარი ფულის ღირებულებაზე, ის ფულის ღირებულება მოცემულობაა ყველა ქვეყნისთვის, ხოლო რაც შეეხება რისკიანობას, ამ მიმართულებით იზომება ქვეყნის უშუალოდ რისკის პრემიუმი, რომელიც საქართველოს მიმართებაში განისაზღვრა 150 საბაზისო პუნქტით, რაც არის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს რეიტინგის და საქართველოს ერთი საფეხურით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის. კი ბატონო, რაც შეეხება საგარეო ვალდებულებებს და ზოგადად საგარეო ვალს, რამდენად მყარია ამ შემთხვევაში სახელმწიფო ამ ნაწილში? ამ ნაწილში, ესე ვთქვათ, საქართველო არის ძალიან მყარი, იქიდან გამომდინარე, ჩვენი ვალის მაჩვენებელი არის 34%-ზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, ესე ვთქვათ, ყველაზე უსაფრთხო ნიშნული ვალისთან მიმართებაში, ეს არის 40%-იანი ნიშნული და ჩვენ ამ ნიშნულზე გაცილებით დაბალ ნიშნულზე გვაქვს ახლა ვალის მაჩვენებელი. კი ბატონო, ბუნებრივია, როდესაც მიიღებთ გადაწყვეტილებას და მოახდენთ როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საგარეო ბაზარზე ახალ განთავსებებს, ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორი ამ თემას აუცილებლად გააშუქებს. თუმცა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მინდა რომ მე და თქვენ ვისაუბროთ, ეს არის ფასების ნაწილი. თქვენ ხართ იმ სამთავრობო კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მაქვს ხედველობაში. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდით ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორც რიტეილის, ისე დისტრიბუტორების, ფარმაცევტული კომპანიების, სრულ სპექტრს საწვავის კომპანიებს და შემდგომ. რეალურად გამოიკვეთა თუ არა, რომ არსებობს შესაძლებლობა ამ შემთხვევაში მაგალითად სურსათზე ვისაუბროთ. სურსათის შემთხვევაში დაიკლოს ფასებმა. და აქვე, რადგან ხართ ამ კომისიის წევრი, ბუნებრივია გაქვთ ჩემზე მეტი ინფორმაცია, რის საფუძველზე აცხადებთ სამთავრობა, რომ რეალურად ფასდამატი არის იმაზე ბევრად მაღალი და ამ შემთხვევაში საუბარია 86%-იან ფასდამატზე, რა კვლევა მაჩვენა, რომ ეს არის სწორედ ის ფასდამატი დაახლოებით ბუნებრივია, რომელიც გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში სურსათზე ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე იგივე ევროპაში. ნუ ამ შემთხვევაში პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეხვედრები იყო ძალიან კონსტრუქციული, თავად ბიზნესის მხრიდან და ის კვლევა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა, აჩვენებს იმას, რომ ფასდამატი არის საშუალოდ 86%, რაც არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი მაჩვენებელი შეხვედრებზე. თავად ბიზნესის მხრიდან დაფიქსირდა, ესე ვთქვათ, თანამშრომლობის მხრივ ერთის მხრივ ზაობა და მეორეს მხრივ, ესე ვთქვათ, განსხვავებული აზრი ამ ნაწილში არ დაფიქსირებულა, რომ ეს მაჩვენებელი არ არის ნორმალური, იქიდან გამომდინარე, რომ არის ძალიან მაღალი თუ შევადარებთ არა მხოლოდ რეგიონს, არამედ ევროკავშირის და ძალიან ბევრ ბაზარს. ამ მიმართულებით გამოიკვეთა ძირითადად სამი მიმართულება, რა მიმართულებითაც სამთავრობო და შემდგომ უკვე საპარლამენტო კომისია პირველი ეს მიმართულება არის ის, რომ მოხდეს შესწავლა, ხომ არ არის არასწორი ბიზნეს მოდელები, რაც ხელს უწყობს მაღალი ფასდამატის არსებობას ქვეყანაში, ხოლო მეორეს მხრივ ეს არის საბაზრო ძალაუფლების შეფასება, ხომ არ აქვს რომელიმე ბაზრის მონაწილე მხარეს ისეთი საბაზრო ძალაუფლება, რომელიც ბოროტად გამოყენება ხდება და შესაბამისად ამის გამო ხდება ესეთი ტიპის ფასდამატის არსებობა ქვეყანაში და მესამე მიმართულება, რომელსაც ასევე ვერ იქნება გამორიცხული და ვერ გამომრიცხავთ, ეს არის გარკვეულწილად შეთანხმებები, კარტელური გარიგებები, რომელიც ასევე ბუნებრივია ამახინჯებს საბაზრო პრინციპებს. ყველა ამ მიმართულებით მუშაობს ძალიან აქტიურად საქართველოს მთავრობა, ასევე იწყებს მუშაობას საქართველოს პარლამენტი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როდესაც ეს თქვათ მოხდება ამ სამუშაო პროცესის დასრულება, ჩვენ გვექნება საბოლოოდ გადაწყვეტილება იმ მიმართულებით, რომ გამოვრიცხოთ ყველა ეს ფაქტორი, რომელმაც შეიძლება
გამოცდილება გავლენა მოახდინოს საბაზრო პრინციპების დარღვევაზე. ამ მიმართულებით ბიზნესის მხრიდან გამოითქვა ძალიან აქტიური მზაობა, რომ მოხდეს მათი მხრიდან ჩართვა აქტიურად ამ პროცესში და ეს თქვათ საკმაოდ დამაინმედებელია ის წინასწარი შედეგები, რა შედეგებიც ამ კვლევამ აჩვენა. კი ბატონო, თქვენ საკმაოდ კვალიფიციურ ფინანსისტად მიიჩნევით ამ ქვეყანაში და სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ. ის შეხვედრები, რომელიც გქონდათ და ის ინფორმაცია, რომელიც ბიზნესიდან მიიღეთ. რა დასკვნის გაკეთების საფუძველს გაძლევთ ფინანსის და იმავდროულად ფინანსთა მინისტრს, რომ ქვეყანაში რა ტიპის ბიზნეს მოდელიც გვაქვს? პრობლემა რაში? ან წინასწარი დასკვნა, თქვენ თავში ალბათ მეტნაკლებად ჩამოყალიბებულები ხართ, სამთავრობო გუნდის წევრები, რა არის მთავარი პრობლემა, ანუ რა ქმნის რეალურ პრობლემას, ვიდრე დაუშვათ აპრილამდე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული? ნუ წინასწარი დასკვნის ეს თქვათ გაკეთების ამ შემთხვევაში დგან თავს შევიკავებ, იქიდან გამომდინარე რომ ეკითხარით სამი ძირითადი მიმართულება, რა მიმართულებითაც მუშაობს სამთავრობო და საპარლამენტო კომისია, ეს არის არასწორი ბიზნეს მოდელები, ასეთი არსებობის შემთხვევაში მისი გასწორება, მეორე მხრივ ასე ვთქვათ, საბაზრო ძალაუფლების შესწავლა, ხომ არ ხდება გარკვეულწილად საბაზრო ძალაუფლების გამოყენება იმისთვის, რომ არსებობდეს ესეთი ფასნამატები და მესამე შემთხვევაში კარტელური გარიგებები, ანუ შეთანხმებები ბაზრის მონაწილეების მხრიდან, რომელმაც ასევე შეიძლება დაამახინჯოს. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ნიშნები არის ესეთი ტიპის სამივე მიმართულებით, ესეთი ტიპის სახელზე გვაქვს ერთი კარტელიც, არასწორი საბაზრო მოდელიც, გარიგებების უბრალოდ ამას უნდა შესაბამისი დადასტურება, შესაბამისი ესე ვთქვათ დამტკიცება და შესაბამისად ამის შემდგომ ხდება ესე ვთქვათ რეაგირება, გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის არა მხოლოდ ადმინისტრირების დონეზე, არამედ საკანონმდებლო დონეზე, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში სრულად იქნას გამორიცხული მსგავსი ტიპის ქმედებები და ეს არ იყოს, ეს ვთქვათ დარეგულირება არ იყოს ერთჯერადი ხასიათის, არამედ იყოს ბაზარზე თანაბარი და სწორი კონკურენცია. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც აი ამ საკითხი პრობლემის დასმის თავში ხო კერძო სექტორი იყო, რომ ერთგვარად მათ მიაჩნიათ, რომ დამატებით ღირებულების გადასახადი მათი გადმოსახედიდან არის საკმაოდ მაღალი და შესაბამისად ეს გარკვეულწილად ქმნის პრობლემას ამ ნაწილში, რომ დაუშვათ ფასნამატში ის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს. ფინანსთა მინისტრის შეფასებით შეიძლება, რომ დამატებით ღირებულების გადასახადი იყოს ამ შემთხვევაში ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი? ამ შემთხვევაში კვლევამ, რაც აჩვენა და კვლევა რის საფუძველზეც იქნა ესე ვთქვათ გაანგარიშება გაკეთებული, ეს 86% არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს და შესაბამისად ჩვენ ვსაუბრობთ მარჟაზე, ფასნამატის მარჟაზე, რომელიც არის არაგონევრულად მაღალი, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ესე ვთქვათ სოფლიოში ალბათ ბევრი ქვეყანა არ მოიძებნება, სადაც ამხელა ფასნამატი შეიძლება იყოს ამა თუ იმ პროდუქციაზე. შესაბამისად 18%-იანი დამატებული ღირებულების გადასახადი ვერ იქნება, ვერ აიხსნება ეს 86%-იანი ფასნამატი, რომელიც არსებობს ამა თუ იმ პროდუქტზე და ეს სწორედ პირველ რიგში შესასწავლი არის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობაში, რამდენად არის სწორად მოქმედებს ესა თუ ის ბიზნეს ოპერატორი. ამ შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი სექტორი, ესე ვთქვათ, ერთი მიმართულება, აქ არიან როგორც იმპორტიორები, აქ არიან როგორც დისტრიბუტორები, აქ არიან ესე ვთქვათ საცალო მოვაჭრეები და შესაბამისად ყველა ესე ვთქვათ კომპანიას თავის წვლილი აქვს ამ პროცესში. ბუნებრივია 18%-იანი გადასახადით ვერ აიხსნება 86%-იანი ფასნამატი, რომელიც ესე ვთქვათ საბაჟოს პუნქტიდან დახლამდე ხდება მომატება პროდუქციის ღირებულების. გულწრფელად რომ მითხრათ, გაქვთ მოლოდინი, რომ ფასების შემცირებას მიაღწევთ აი ამ სამთავრობო მოკვლევის შედეგად? მოლოდინი ნამდვილად არსებობს, მოლოდინი არსებობს იმისა, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ ყველა ეს ვთქვათ ბიზნეს ოპერაცია, რომელიც საქართველოში ხდება, არის საბაზრო პრინციპების შესაბამისი და არ ხდება გარკვეულწილად დამახინჯება სხვადასხვა მექანიზმების. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ამას თავად აღიარებენ ბიზნესის წარმომადგენლები,
თითოეული ესე ვთქვათ მიმართულების, როგორც დისტრიბუტორები, ასევე იმპორტიორები და ასევე საცალო ქსელების კომპანიები და შესაბამისად ამ პროცესში არიან აქტიურად ჩართული. ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ეს სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ახორციელებს, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით მიგვიყვანს იქამდე, რომ ფასების შემცირება მოხდეს. იმ ფონზე, როდესაც ბიზნესი თქვენივე საუბრიდან გამომდინარეს და შეხვედრების შემდგომი კომენტარების გათვალისწინებითაც თავად აღიარებს, რომ ფასების შემცირება შესაძლებელია, მაშინ რით ხსნიან აი ამ დახურულ შეხვედრებზე ამ ფასის არსებობას, ასეთი ფასების არსებობას, თუნდაც იმ 86%-იან ფასნამაც, როდესაც ამაზე გაუკეთეთ განაცხადი. Ну, ამ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, ძირითადი საუბარი შეეხო იმას, რომ კონკურენციის პირობებში, რომელშიც არსებობენ, თვითონ ეს კონკურენციის პირობები განსაზღვრავს იმას, რომ ესეთი ტიპის ფასნამატი ხდება. სხვადასხვა ეტაპზე ეს არ არის მხოლოდ ერთი ეტაპი, ან იმპორტიორის მხოლოდ, ან მხოლოდ დისტრიბუტორის, ან მხოლოდ, ესე ვთქვათ, რიტეილის, საცალო ვაჭრობის მიმართულება. ამ შემთხვევაში, ძირითადად ჩვენ ვისმენდით ერთის მიმართულების გადაბრალებას, ასე ვთქვათ, მეორე მიმართულებაზე, საჯარო კომენტარებშიც თქვენ არაერთხელ შეგიძლიათ ეს ვთქვათ, რიტეილ სექტორის წარმომადგენლებს აბრალებთ და ყველა. მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, და ამიტომ ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რომ ბაზრის ყველა მონაწილესთან ერთად ხდება ესეთი ტიპის განხილვები, ჩვენ მიგვიყვანს აუცილებლად სასურველ შედეგამდე. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ვიდრე დაგემშვიდობებთ. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ბიზნესის თავისუფლებას ხომ არ უქმნის პრობლემას და რაიმე ტიპის დავუშვათ გამოწვევას ამ ნაწილში ხედავთ თუ არა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ საჯაროდ გვაქვს აღიარებული და არაერთხელ გაცხადებული, რომ საქართველოში ბიზნესი არის თავისუფალი. აი ამ ყოველ პროცესების გათვალისწინებით, რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება თუ არა ბიზნესის თავისუფლებას? ამ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საბაზრო პრინციპების შესაბამისად, ასე ვთქვათ, ქმედებებზე, ჩვენ არასაბაზრო, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს არანაირად არც ერთი სახელმწიფო უწყება არ აყენებს და არც მომავალში დააყენებს. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული რეგულაციები შესაძლებელია იყოს საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი საბაზრო პრინციპებით ფუნქციონირება ამა თუ იმ სექტორის. ამ მიმართულებით მიდის სახელმწიფოც, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აქ დამატებით იყოს შემდგომ საჭირო გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც არაერთმა ქვეყანამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვსაუბრობთ გამართულ საბაზრო პრინციპებით სექტორის ფუნქციონირებაზე და არანაირად რაიმე ტიპის შეზღუდვებზე. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში, განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როდესაც შიდა ბაზარზე მოახდენთ განთავსებას, როგორი იქნება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი. ლაშა ხუთიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.